ჩაატარეთ ერთი მარტივი ექსპერიმენტი. დადეთ ტელეფონი თქვენს გვერდზე და დაიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რაც არასდროს დაგიგუგლავთ. მაგალითად, თქვით, რომ ორშაბათიდან აუცილებლად უნდა დაიწყოთ სპორტ დარბაზში სიარული. დიდი შანსია, საღამოს სოციალური ქსელების სკროლვისას პირველივე რეკლამა თქვენს უბანში მდებარე ფიტნეს კლუბის იყოს. ასეთ დროს ადამიანებს ხშირად უჩნდებათ განცდა, თითქოს მოწყობილობები მათ უსმენ. თუმცა, მე, როგორც ადამიანი, რომელიც წლებია ციფრულ მონაცემებთან და ალგორითმებთან მუშაობ, გეტყვით, რომ რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. სოციალურ ქსელებს ჩვენი მოსმენა არ სჭირდებათ. მათ ხელში ბევრად უფრო ეფექტური იარაღია. ეს არის ალგორითმი, რომელიც ჩვენს ციფრულ ჩვევებს აანალიზებს და ჩვენს სურვილებს იმაზე ადრე პროგნოზირებს, ვიდრე მათ ხმამაღლა გავამხელთ. დაფიქრდით. სანამ თქვენ იტყვით, რომ ვარჯიშის დაწყება გინდათ, თქვენი ციფრული ქცევა ამას ბევრად ადრე ხომ არ ამბობს. მაგალითად, შესაძლოა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში სკროლვისას თუნდაც ერთი წამით მეტხანს შეჩერდით ჯანსაღი ვიდეოზე. ან თქვენმა მეგობარმა, რომელთანაც ხშირად გაქვთ ინტერაქცია და ვისთან ერთად სადილობთ, უკვე დაიწყო ფიტნეს ცენტრების ძიება. სისტემა აერთიანებს თქვენს ლოკაციას, თქვენს ინტერესებს, თქვენს გარემოცვას და აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს. თუ თქვენ გარშემო უმეტესობა ვარჯიშის დაინტერესდა, დიდი ალბათობით შემდეგ თქვენ ხართ. ეს შეიძლება ზოგისთვის დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ არსებობს ერთი კლასიკური ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მონაცემთა ანალიზი. რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელის Target-ის ფილიალში გაბრაზებული მამა მივიდა. ის ყვიროდა, რომ ისა არასრულწლოვან ქალიშვილს სახლში პოსტით ბავშვის დასაცმლისა და საფენების ფასდაკლებების კუპონები მიუვიდა. მამა მენეჯერს ეჭხუბებოდა, რომ მისი შვილი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო და მსგავსი რეკლამებით მაღაზია მას ორსულობისკენ უბიძგებდა. თუმცა, რამოდენიმე კვირაში გაირკვა, რომ თურმე მამამ საკუთარი შვილის მდგომარეობის შესახებ იმაზე გვიან გაიგო, ვიდრე მაღაზიის ალგორითმმა. რეალურად არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, დაგუგლა თუ არა გოგონამ რაიმე, თუმცა ცნობილია, რომ მან დაიწყო უსუნო ლოსიონისა და კონკრეტული ვიტამინების შეძენა. მაღაზიის სისტემამ კი ეს შესყიდვები მის პერსონალურ ნომერს, ეგრეთ წოდებულ Guest ID-ს მიაბა, რომელიც ეს Target-ი ანიჭებს აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს და ინახავს სრულ ციფრულ ისტორიას მისი შენაძენების, ვიზიტების და აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ. ხოლო Target-ის ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ მანამდე შეამჩნიეს კანონზომიერება, ორსულობის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალები მასობრივად ყიდულობდნენ 25-მდე კონკრეტულ პროდუქტს. სისტემამ გოგონას მონაცემები ათასობით სხვა მომხმარებლის ქცევა შეადარა და გამოიცნო არა მხოლოდ ორსულობა, არამედ დაახლოებით განსაზღვრა ორსულობის მიახლოებითი ტრიმესტრი. თუ კი ჩვეულებრივმა მაღაზიამ მხოლოდ შესყიდვების ისტორიით შეძლო ასეთი ზუსტი პროგნოზი. წარმოიდგინეთ, რა შესაძლებლობები აქვს სოციალურ ქსელს, რომელიც ჩვენს ყოველ მოქმედებასა და ინტერაქციას აფიქსირებს. სწორედ ეს არის მონაცემების ძალა. ალგორითმმა დიდი ალბათობით უკვე იცის, რას იყიდით და სად წახვალთ ხვალ, რადგან ის თქვენს თითოეულ ნაბიჯს ციფრულ კანონზომიერებად აქცევს. თუმცა, სურვილებისა და ქმედებების განჭვრეტა მხოლოდ ის არის, რასაც დედაპირზე ვხედავთ. თუ ალგორითმმა იცის, რას იყიდით ხვალ, მან ისიც იცის, რა ხასიათზე ხართ ახლა. სისტემა თქვენს ემოციურ მდგომარეობას ისე ზომავს, როგორც ექიმი პულს. სმარტფონთან ყოველი შეხება იქნება სკროლვის ისწრაფე თუ პოსტზე შეჩერების მილიწამები, არის მონაცემი, რომელიც თქვენს განწყობაზე მიანიშნებს. აი დააკვირდით, თუ მოწყენილი ხართ, თქვენი სკროლვის ტემპი უფრო ნელი და ინერტულია. თუ რაღაცას ნერვიულობთ ან ჩქარობთ, პაუზები მცირდება, ხოლო სკროლვის სიჩქარე იმატებს. ალგორითმი კი ამით აანალიზებს არა მხოლოდ იმას, რასაც უყურებთ, არამედ იმასაც თუ როგორ უყურებთ. მან, ანუ ალგორითმამ, ალბათობის მაღალი ხარისხით იცის, როდის ხართ გაღიზიანებული და როდის გრძნობთ თავს მარტოსულად ან ენერგიულად. გამოდის, რომ ჩვენ ტოვებთ ემოციურ კვალს ყველგან, სადაც კი ეკრანს ვეხებით და სანამ ჩვენ გვგონია, რომ უბრალოდ დრო გაგვყავს სკროლვაში, სინამდვილეში სისტემა ჩვენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს ხატავს. ის სწავლობს, რა გვაბრაზებს, რა გვაცინებს და რა გვაიძულებს, რომ ეკრანთან რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რაში სჭირდებათ სოციალურ ქსელებს ჩვენი ემოციების ასეთი სიზუსტი ცოდნა? პასუხი მარტივია. კომპანიებისთვის ეკრანთან გატარებული ყოველი დამატებითი წუთი კონკრეტულ ციფრებში სარეკლამო შემოსავალსა და მილიარდიან მოგებაში ითარგმნება. რაც უფრო ზუსტად იცის ალგორითმა თქვენი განწყობა, მით უფრო დიდხანს გაჩერებთ ის ეკრანთან და მით უფრო ძვირად ყიდის თქვენს ყურადღებას რეკლამის დამკვეთებზე. როდესაც სისტემა ხვდება, რომ დაღლილი ხართ, ის აღარ შემოგთავაზებთ რთულ, საზრონო სტატიებსა და თქვენს ფიჩი უფრო მეტ მსუბუქ გასართობ ვიდეოს გამოაჩენს, რომ სკროლვა არ შეწყვიტოთ. თუ ხედავს, რომ ენერგიით სავსე ხართ, პირიქით შეიძლება სასწავლო კურსი, პრაქტიკული რჩევა ან სამოტივაციო პოსტი ამოგიგდოთ.
და თუ თქვენი სკროლინგის მანერა დღეს დაემთხვა იმ 10,000 ადამიანის ქცევას, რომლებიც დეპრესიაში იყვნენ ან პირიქით რაღაცა ახლის დაწყებას აპირებდნენ, სისტემა ავტომატურად გაქცევთ ამ ჯგუფის ნაწილად. ამიტომაცაა ეს ყველაფერი ასეთი ზუსტი. თქვენი ქცევა ინტერნეტში ბევრად უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე თავად გგონიათ. სანამ თქვენ ფიქრობთ, რომ უბრალოდ კიდევ ერთ ვიდეოს შეხედავთ, ალგორითმა უკვე იცის, რომ მომდევნო 15 წუთი ეკრანს ვერ მოწყდებით. რადგან მან თქვენში უკვე ამოიცნო ის ქცევითი მოდელი, რომელიც ხლა მილიონობით ადამიანმა უკვე გაიარა. აქედან გამომდინარე ალგორითმი კი არ გისმენთ, არამედ გელოდებათ იმ წერტილში, სადაც სტატისტიკური გათვლებით ისედაც აუცილებლად მიხვალთ. აქ კი ჩნდება კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა. თუ სისტემა შეუძლია გამოიცნოს, სად მიხვალთ ხვალ, შეუძლია თუ არა მას თავად შექმნას ის გზა, რომელიც ამ წერტილამდე მიგიყვანთ. სხვა სიტყვებით, რომ თქვა შეუძლია თუ არა ალგორითმს არა მხოლოდ გამოიცნოს თქვენი განწყობა, არამედ თავადმა შექმნას ის. ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად 2012 წელს Facebook-მა კორნელსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად საკმაოდ მასშტაბური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩაატარა. ეს ექსპერიმენტი მოგვიანებით სკანდალად გადაიქცა. პლატფორმამ თითქმის 700,000 მომხმარებელი ისე ჩართო კვლევაში, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ალგორითმი ერთი კვირის განმავლობაში манипуლირებდა მათი ნიუსფიდით. მომხმარებელთა ერთ ჯგუფს ხელოვნურად უმალავდნენ მეგობრების პოზიტიურ პოსტებს და აჩვენებდნენ უფრო მეტ ნეგატიურს, ხოლო მეორე ჯგუფს კი პირიქით. შედეგმა აჩვენა, რომ ემოციები ციფრულადაც გადამდებია. ადამიანები, რომლებიც ნეგატიურ პოსტებს ხედავდნენ, თავდაც ბევრად უფრო სევდიან სტატუსებს წერდნენ. ამით დადასტურდა უმთავრესი. სოციალურ ქსელს შეუძლია არა მხოლოდ დაგვაკვირდეს, არამედ ხელოვნურად შეცვალოს ჩვენი ემოციური ფონი. 2014 წელს, როდესაც ამ ექსპერიმენტის დეტალები გასკდა, იურისტებმა და პოლიტიკოსებმა ამ ამბავს სკანდალური და შემაშფოთებელი უწოდეს. გაჩნდა სერიოზული შიში, თუ ალგორითმს ჩვენი ემოციით манипуლირება შეუძლია, იქნებ მას ჩვენი ფიქრებისა და პოლიტიკური არჩევანის მართვა შეუძლია. ყველა საინტერესო ის არის თუ როგორ დასრულდა ეს სკანდალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს დიდი პროტესტი მოყვა, Facebook სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. კომპანიამ მარტივად განმარტა, რომ ეს კვლევა მხოლოდ მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით იყო წარმართული. მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ თითოეული ჩვენგანი რეგისტრაციის წესებს და პირობებზე დათანხმებით მსგავს ექსპერიმენტებზე იურიდიულად წინასწარ ვაწერთ ხელს. კომპანიის კვლევარმა მოგვიანებით ბოდიშტი მოიხადა, თუმცა არათავად ფაქტის, არამედ იმის გამო, რა ფორმითაც ეს კვლევა ნაშრომში იყო აღწერილი. ისე ამ სკანდალის მიღმა არსებული რეალობა ბევრად უფრო პრაგმატულია, ვიდრე უბრალოდ სამეცნიერო ინტერესი. სოციალური ქსელებისთვის ჩვენი განწყობის ცვლილება თვითმიზანი არ არის. მათთვის მთავარი ემოციური ინტენსივობა. რეალობა ისაა, რომ ნეიტრალური 7 მომხმარებელი ბიზნესისთვის წამგებიანია. ალგორითმმა იცის, რომ თუ თქვენ რამეზე ძლიერ რეაქციას გამოხატავთ, იქნება ეს ბრაზი, აღფრთოვანება, თუ სევდა, თქვენი ჩართულობა პიკს მიაღწევს. სწორედ ამიტომ სისტემამ შესაძლოა ხელოვნურად მოგაწოდოთ ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენს ემოციურ ტემპერატურას აწევს, რათა ეკრანთან გატარებული წუთები საათებად გადაიქცეს. სწორედ აქ იკვრება წრე იმ პირველ მაგალითთან, რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. სპორტ დარბაზის რეკლამა თქვენს ეკრანზე იმიტომ კი არ ჩნდება, რომ ტელეფონმა თქვენი საუბარი მოისმინა. არამედ იმიტომ, რომ ალგორითმმა ზუსტად გამოიცნო თქვენი მზაობა, ის მომენტი, როცა შინაგანად ცვლილებებისთვის ყველაზე მეტად ხართ განწყობილი. და ნუ რეალურად ეს არის მონაცემთა ანალიზის უდიდესი პოტენციალი. სისტემა მხოლოდ იმას კი არ გვაჩვენებს, რაც მოგწონს, არამედ იმასაც, რაც სათანადო ემოციურ ფონს შეგვიქმნის, რათა ის განწყობა შემდგომ კონკრეტულ ქმედებაში ან შეზღუდვაში გადაიზარდოს. ასე რომ, შემდეგში, როცა სკროლვისას უცნაურ ხასიათზე დადგებით და ისევ გაგიჩნდებათ განცდა, რომ მოწყობილობა გისმენთ, გახსოვდეთ, ის კი არ გისმენთ, უბრალოდ მან იმაზე მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თქვენ იცით საკუთარ თავზე.